დასასვენებელი სივრცე და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება წყნეთში. დიმიტრი ამილახვერის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ პროექტს ვაგის გამგეობა ასრულებს. მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა, სპორტული მოედნის მოწესრიგება. გამწვანებულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობ მოედნებთან ერთად მოეწყობა ფიტნეს ზონაც. სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. თბილისის შემოგარენში, იქ სადაც ზაფხული განსაკუთრებით გრილი და სასიამოვნოა და სადაც თავს ძალიან ბევრი ადამიანი იყრის, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. წყნეთში ამილახვრის ქუჩაზე 1 ჰექტარ ფართობზე უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაო. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ტერიტორიას ძველი დანიშნულება უბრუნდება, რაც დაბის ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. 10-15 წლის წინ ჩემი შვილი დამყავდა აქ. ეხლა მას ყავს შვილიშვილები და მინდა რომ ისინი აქ მოვიყვნენ, იმიტომ რომ ძალიან საყვარელი ადგილია წყნეთელებისთვის და ძვირფასი ადგილია. ეს უნდა ყოფილიყო ყოველთვის როგორც დასასვენებელი ადგილი და მოხარული ვარ რომ ესეც დარჩება და ისე იქნება მომავალი ბავშვებისთვის. მოუწოდებ ახალ ხელზებს, რომ დამთავრდება ეს სკვერი, ძალიან დიდი ყურადღებით მოეკიდონ ამ სკვერს. ეს იქნება შესანიშნავი დასასვენებელი ადგილი და შესანიშნავი სახელი აქვს ამას. აფხაზეთში დაღუპული გმირის ნოდარ იგივე ვეფხო მათიაშვილის სახელობის. ამ სივრცეში დაგეგმილია სპორტული მოედნის განახლება, გასართობი და საბავშვო ზონების მოწყობა, გამწვანება და საპარკო ინფრასტრუქტურის მონტაჟი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკვერის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის. განახლებული რეკრეაციული სივრცე სექტემბერში გაიხსნება. რამდენიმე წლის წინ ჩვენ აქვე გავხსენით მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, დარწმუნებული ვარ აღნიშნული სივრცე, რომელიც იქნება სრულად მოწესრიგებული და ძალიან ლამაზი პარკი გამოვა, ახალი ხელმძღვანელოები დაირგება, საპარკე ინფრასტრუქტურა განთავსდება, ბავშვებისთვის შესაბამისი ატრაქციონები გაკეთდება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის, გართობისთვის. პარკის რეაბილიტაციის პარალელურად დაწყებულია საგზაო სამუშაო ამილახვრის ქუჩაზე. ამ ეტაპზე 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. მანამდე განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. წინა წელს აქ ჯიპი მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვალა სრულად. ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები ამ პროექტის ფარგლებში 1 კილომეტრის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირებული იქნება, 1000 კვადრატზე ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ივნისის თვეში აღნიშნული პროექტი მთლიანად დასრულდება. ორივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 2,100,000 ლარია.